ქართული ოცნება კონგრესმენებს კორუფციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი კონკრეტულ თანხას იღებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებისთვის და თუ მათ დავუჯერებთ, სწორედ ამან განაპირობა წერილი, რომელიც კონგრესმენებმა მისწერეს სახელმწიფო მდივანს. მაგალითად, აჩიკო გორდულაძეს ქართული ოცნების დეპუტატს თუ დავუჯერებთ, ამ წერილისთვის თანხა აიღო ჯინ შაჰინმა, ჯო ვილსონმა და ისინი მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ ხელისუფლების მიმართ, ხელისუფლების შესახებ. მაგალითად, დღეს ქართული ოცნება შეცვლილი აქვს საკუთარი რიტორიკა, თუ კი ამ დრომდე მამუკა მდინარაძე და მასთან ერთად ქართული ოცნების სხვა ლიდერები შეერთებულ შტატებს ქვეყნის შიგნით რადიკალიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ. დღეს არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ეს ბრალდება არ ეხება შეერთებულ შტატებს, მის ადმინისტრაციას, არამედ ეხება deep states ძალებს, რომელსაც აქვთ სახელმწიფო დეპარტამენტზე თუ შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე კონკრეტული გავლენა. რაც შეეხება დასანქცირების საფრთხეს, რომელიც გაჩნდა ამ წერილიდან გამომდინარე, რაგიღა სახელობითად არის მოხსენიებული მამუკა მდინარაძე, ამას ქართული ოცნება ტრადიციულად შანტაჟად აღიქვამს. ეს პირები არიან, რაც თქვენ სახელები და გვარებით დაასახელეთ, რომლებიც პირდაპირ თანხებს იღებენ და დადასტურებული არის ისევ და ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ფარას მიერ, რომ ფინანსდებიან, თანხებს იღებენ, არიან კორუფციულ სქემებში გახვეულები სამწუხაროდ და მათ შორის გამორჩეულები არიან თავდასხმებით იმ ქვეყნების მიმართ და განსაკუთრებით საქართველოს, რომელიც არ ექვემდებარება deep state-ის გავლენებს. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ჯინ შაჰინზე დადასტურებულა და ჯო ვილსონზე ხომ მით უმეტეს არც ერთხელ არ გითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს ან ცდილობს რევოლუციის მოწყობას, ან რომელიმე ევროპული ქვეყანა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ იმ ძალაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში deep state-ს უწოდებენ, ხოლო ჩვენს ქვეყანაში უწოდებთ დიახას deep state-ს და მათ შორის გლობალური ომის პარტიას ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს არ დაუდანაშაულებია რევოლუციის დაფინანსებაში. რა შანტაჟის მექანიზმიც არ უნდა იყოს გამოყენებული, ვერ დავემორჩილები და არ დავემორჩილები შანტაჟს, იმიტომ რომ ამ შანტაჟს არ ემორჩილება ქართველი ხალხი. ამ წერილში, რომელიც კონგრესმენებმა მისწერეს სახელმწიფო მდივანს, საუბარია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას მისი თანამშრომლები, რომელთაც საფრთხე ექმნებათ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის თუ რიტორიკის გამო და შესაბამისად, მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ჩვენ გვეუბნება, რომ ეს იმ ტიპის კრიტიკაა, რაც ახალ კონგრესმენების მხრიდან ისმის, რაც შეიძლება შეერთებულ შტატებს კონდეს ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ, რომ მისი მოქალაქეები არიან საფრთხის ქვეშ და შესაბამისად ზომები უნდა მიიღოს შეერთებულმა შტატებმა. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს აღარ ეხება უკვე ადამიანის უფლებებს, ან სხვა რაიმე ფუნდამენტურ უფლებებს, ან ურთიერთობას, არამედ ეს არის უკვე მოქალაქეების დაცვის საკითხი. რაც შეეხება დასანქცირებას, ბუნებრივია მასაც ვკითხეთ, მოასწავებს თუ არა ეს ახალ ნაბიჯებს შეერთებული შტატების მხრიდან, თუმცა თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ ქართული ოცნება უკვე არის პოლიტიკურად დასანქცირებული, რადგან არც ერთ ლიდერს შეერთებულ შტატებში არ ელოდებიან, არ ესაუბრებიან და ეს ყველაზე დიდი სანქცია, რომელიც შეიძლება ახლა ქვეყანამ მიიღოს და აქვს შეერთებული შტატების მხრიდან. აი დაახლოებით იმ ტიპის გზავნილია ავღანეთთან სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომ აკეთებდა ხოლმე თავის დროზე სახელმწიფო დეპარტამენტი ან კონგრესმენები, როდესაც ამბობდნენ, რომ მათ მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და მიმართავდნენ სახელმწიფო დეპარტამენტზე, სახელმწიფო მდივანს, რომ დაეცვა მათი მოქალაქეების ინტერესები. დაახლოებით ამ რანგის განცხადება, რომ ერთ დროს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანა საქართველოში დღეს ამერიკელი სენატორები ამბობენ, რომ იმ ტიპის პრობლემებიც კი დგას, რომ ვეღარ ახერხებენ არა მხოლოდ ამ სტრატეგიული ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფას, არამედ საერთოდ რაიმე ტიპის ნორმალური ცივილიზებული ურთიერთობების არსებობას და საერთოდ არ არის საინტერესო, რომელი გვარი და სახელი დასანქცირდება. საინტერესო ის არის, რომ მთელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი პოლიტიკურად სანქცირებულია, იმიტომ რომ არ არსებობს მოლაპარაკებების მაგი და არ არსებობს ურთიერთობის ფორმატი, არ არსებობს არც ერთი მოქმედი ინსტიტუცია.
ნახოთ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები გამოეხმაურებიან თუ არა კონგრესმენების ამ წერილს, რადგან ამ წერილში ნახსენებია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამის შემდგომ უკვე ოცნების სხვა ლიდერები შეერთებულ შტატებს ადანაშაულებდნენ საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსებაში და ეს განცხადება, რომელმაც განაპირობა ეს წერილი, მამუკა მდინარაძემ გააკეთა 2 ოქტომბერს, რამდენიმე დღეში კი ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს განცხადება, ეს ბრალდება იყო ეჭვების საფუძველზე. სავარაუდოდ დღის ბოლომდე ჩვენ გვეცოდინება კონგრესმენების ამ წერილზე ირაკლი კობახიძის პასუხიც.